კი, ახალი წელი აუცილებლად მოვა და თქვენ ამოყოფთ თავს იქ, სადაც თქვენი ადგილია. ისტორიულ ნაგავსაყრელზე. და მე კიდევ ერთი ახალი წელი მოვა, უბრალოდ სამარცხვილოდ მოგიგონებენ და ასე გაგრძელდება. წლიდან წლამდე, სანამ სრულიად არ ამოიშლებით ცნობიერებიდან, ამაოებაში გაიცრიცებით, უბრალოდ გახუნდებით. ნინო ხარატაშვილის მიმართვის მხოლოდ დასაწყისი წავიკითხე ახლა. მე მადლობას ვეუბნები მას მისი დროისთვის და ჩართვისთვის დროებაში. ალბათ ნინო, ამ მიმართვას თავისი ადრესატი ყავდა. სიტყვები, რომელიც გამოიყენე, ძალიან მკაცრია. რას იმსახურებენ ეს ადამიანები და ვის მიმართავდნენ? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. კაცრია, იმიტომ რომ ყოფა და სიტუაცია ძალიან კაცრი. მე მგონია, რომ სხვანაირად აღარ გამოდის, ანუ ჩემთვისაც არ არის სასურველი ასეთი მკაცრი სიტყვების გამოყენება, მაგრამ რასაც უყურებ, იმ სიმკაცრეს ნამდვილად ვერანაირად ვერ შეედრება ჩემი ვერცერთი სიტყვა, რაც აი ამ ბოლო 2 კვირის მანძილზე და არა მარტო ბოლო თვეების მანძილზე ხდება საქართველოში. ეს გამოვეხმაურე ბატონი მერის ციტატას, რომელიც ნეტგაზეთმა გაავრცელა და სადაც ის ცოტა დამცინავად გვემუქრებოდა იმით, რომ ახალი წელი აუცილებლად მოვა და ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და არაფერს აზრი არ ექნება და არ აქვს, იმიტომ რომ ის ახალი წელი მაინც დადგება და ყველაფერი ისევ გაგრძელდება, როგორც ეს მართლ პარტია სურს და მე როგორც რიგითმა მოქალაქემ დავაფიქსირე ჩემი აზრი ამ ციტატასთან თუ ამ აზრთან, ბატონი მერის აზრთან დაკავშირებით. კალბატონინო, აქ ვინც ვართ, ფიზიკურად ვინც ვართ, ძალიან გვიჭირს იმ ყველაფრის გააზრება, რომ ეს ჩვენს თავს ხდება. და სხვათა შორის მისაუბრი ადამიანებთან, რომელთა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან იმის გამო, რომ უბრალოდ ავადმყოფ დედასულიან, ან ბავშვერტოები და ასე შემდეგ, უჭირთ სისტემატურად რუსთაველზე ყოფნა, манифестациებში მონაწილეობის მიღება და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მათი წუხილი აღმოვაჩინე გაცილებით უფრო ღრმა და მძიმე არის, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც არათუ რუსთაველზე არიან, არამედ რომლებიც საკუთარ თავზე ცდიან ამ ყველაფერს, ანუ ყინვაში წყლის ჭავლი იქნება ეს, რეზინის ტყვია იქნება, ცემა იქნება ეს თუ დაზიანებები და ასე შემდეგ. წარმომიდგენია საქართველოს ფარგლებს გარედან რო აკვირდება ამას ადამიანი. თქვენ მწერალი ბრძანდებით და საქართველოს ისტორიის ის პერიოდი გაქვთ განსაკუთრებით საინტერესოდ აღწერილი და ასახული, რომელიც აი ესე ჩრდილივით წამოადგა ახლა საქართველოს. ეს პარალელები რამდენად სერიოზულია და აქტუალური დღეს საქართველოში? კი, ნამდვილად რთულია პირველი ამას გამოვეხმაურები, ძალიან რთულია, როდესაც შორს ხარ და ეს ყველა იმიგრანტი იზიარებს ამ აზრს, მეც დავდივარ აქ აქციებზე და ყოველთვის ამას ვიმეორებთ ყველა, რომ რაოდენ მძიმეა ეხლა საქართველოში არ ყოფნა და იქ დგომა, იმიტომ რომ როდესაც ჩართული ხარ და მართლა რაღაც ამ ქარბორბალას შუაგულში იმყოფები, იმის განცდა გაქვს, რომ აქტიურად მოქმედებ, რაღაცას აკეთებ და როდესაც ესე გარედან ხარ იძულებული ამ ყველაფერს უყურო, რაღაცნაირი პასიურობა გაქვს თითქოს მოსჯილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ აქ ემიგრანტები პასიურობთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი აქტივისტების ჯგუფიც არსებობს და ძალიან დიდი ჩართულობა იქცნობა ყველა დემონსტრაციაზე, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ძალიან რთულია, რომ რიგითი მიზეზების გამო ვერ ხერხდება და ყველა ვერ ჩამოდის და მანდ ვერ დგას. ხოლო რაც შეეხება ისტორიას, კი, ნამდვილად მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ჩვენ ბოლომდე მაინც ვერ დავმარხეთ ეს ცოტა უხეშად ვიტყვი ახლა აი ამ საბჭოთა კავშირის ლეში და სადღაც აი ესე რაღაცა ზომბირებულად წამოყვა ახლა თავი. ძალიან ბევრი რაღაცა ამას მოასწავლებდა, თუნდაც ბატონი ივანიშვილის ვთქვათ ძალაუფლებაში მოსვლა არ იყო მთლად დემოკრატიული. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქველმოქმედებით იქნებოდა თუ დასაჩუქრებით, უკვე ჩემთვის ძალიან ნათელი იყო, რომ მანდ ვერ იქნება რაღაცა ესეთი სუფთა და დემოკრატიული და ევროპული ინტერესი. და ძალიან ბევრ რაღაცაზე ძალიან გულუბრყვილად და ძალიან ნაიურად მოვიქეცით, ეგრე მიმაჩნია, ძალიან ბევრი რაღაცას ავარიდეთ თვალი და ეხლა სამწუხაროდ აი ეს
ესეთი მომძლავრებული ფორმით ვიმკით ამ ყველაფერს, მაგრამ მეორეს მხრივ ნიჰილიზმში არ მინდა ნამდვილად გადავარდნა, მეორეს მხრივ ასევე ვატყობ როგორ ამასობაში როგორც ცნობიერი საზოგადოება ჩამოყალიბებული სამოქალაქო აქტივიზმი, როგორ გაცნობიერებული აქვს ახალგაზრდებს, რაც თუნდაც ჩემ თაობასაც არ ქონდა, რაოდენ მნიშვნელოვანია თვითეული მათგანი. ადრე ყოველთვის რაღაცნაირად აი საბჭოთა ეს გადმონაშთი იყო ამ აზროვნებაში და მეც ესე ვიზრდებოდი თითქოს, რომ აი რა მნიშვნელობა აქვს, შენ მაინც ვერაფერს ვერ შეცვლი. და აი ახლა ეს დამოკიდებულება ჩემი აზრით პირველი ეს ქმნის აი ამ რაღაცა იმედს და თუნდაც აი დემოკრატიული სტრუქტურების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ზუსტად ეს არის, რომ თვითეული ჩვენთაგანი ვქმნით ამ საზოგადოებას და თვითოულ ჩვენთაგანზეა პასუხისმგებლობა. და ამას ნამდვილად ვატყობ და ვხედავ, ანუ რაღაცნაირი ცოტა პარადოქსული სურათი იხატება, იმიტომ რომ ერთ მხრივ ეს ავტოკრატიული რეჟიმი უბრუნდება თითქოს საბჭოთა მეთოდებს და ნუ საბჭოთა ამ შემთხვევაში რუსულია და მეორეს მხრივ ჩვენ თვალს ვადევნებთ რაღაცნაირი ახალი საზოგადოების დაბადებას, რომელიც არის ძალიან თავისუფალი, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ ქმედებაზე და რომელიც არის ძალიან ევროპული. და ეს ნამდვილად იძლევა ჩემი აზრით იმედის საფუძველს. ძალიან დიდი მადლობა ნინო ხარატიშვილი ბერლინიდან გვიზიარებდა თავის მოსაზრებებს.